სამღვდელოების განწმინდა უღირსი მღვდლებისაგან. მე შემიძლია კონკრეტული მაგალითებიც ჩამოგითვალოთ. აი მაგალითად ინკოგნიტო თქვამო პიროვნების შემოწმებას და გაკითხვას არ ვაპირებ. უჩივია მღვდელს, რომელიც დაკავებული იყო კორპუსების აშენებით. 3 კორპუსი მეტნაკლებად დააშენა, თითქმის ვერაფერი ვერ დაასრულა. და ახლა რამდენიმე თვეა დაქცეულია უცხოეთში ამის გამო. რა მღვდლის საქმეა კორპუსების შენება და ბიზნესი, გეკითხებით თქვენ. ასეთი მღვდელი ვერ დამწხსის ქრისტეს ერს. ვერაფერს ვერ მისცემს. შეიძლება დააბრკოლოს და დაბრკოლებულიც არიან და ეხლა აპირებენ ჩინურ საპატრიარქოში. ის ხალხი, რომელმაც ფული დახარჯა და ვერ მიიღეს ბინები. ზოგი ბინამ ორჯერ არის გაკიდული. რა უნდა ამ ადამიანს სამღვდელოებაში? იცით რა მამაო არ უნდა განიკითხოთ, რატომ? ჩემმა უფალმა და თქვენმა უფალმა როცა შევიდა ტაძარში, გააკეთა შოლტის მაგვარი რამ და სყიდველ გამსყიდველები, მოვაჭრეები ეკლესიაში ყველანი გაყარა გარეთ. და მამათა განმარტებით ეს მოხდა არა მარტო ისტორიულად, ეს არის წინასახე ქრისტეს დიდებით დაბრუნების, ანუ როგორც პეტრე მოციქული თავის ეპისტოლეში ამბობს, ჩვენი სამღვდელოების განკითხვით დაიწყება საკოლოთაო განკითხვა. რატომ? ვისაც მეტი მისცა, მას მეტიც მოეკითხება. ხელმწიფება და მადლი რომ მოხდა, იფქლი როგორც იგავში ამბობს და თავის დროზე უნდა დაურიგო ეს იფქლი, ფქვილს ნიშნავს, ქართულად, ანუ პურს. რატომ არ აკეთებდი ამას? შენ როცა უნდა გესაზრდოებინა სახარების სიტყვით და საიდუმლოებით, შენ დაკავებული იყო ფულის კეთებით, ბიზნესით. არიან მღვდლები, ესე იგი, ვალუტის გადასახურდაველი ჩიხურიათ. რა თქმა და ვიცი რომ იყო მღვდელი, რომელიც ტოტალიზატორი ჰქონდა. რა უნდა თანხავს ეკლესიაში? დავით აღმაშენებელი, იმით არის კიდევ აღმაშენებელი და დიდი ჩვენი მირონცხელი სახელოვანი მეფე, რომ მან დაიწყო ეკლესიის განწმენდით, სამღვდელოების. ეკლესია თავისთავად, როგორც ქრისტეს წმინდა სხეული, როგორც პავლე მოციქული ვასწავლით, არის წმინდა, მაგრამ სამღვდელოება არის განსაწმენდი. უნდა აღდგეს საეკლესიო სასამართლო. ზვიად გამსახურდია დევნისა და გაძევების ერთ-ერთი მიზეზი იყო ის, რომ ჩვენ მეგობრები ვიყავით და დავრჩით ასეთებად, იყო ის, რომ მას იგი მორიდებით ითხოვდა, რომ აღდგარიყო ეკლესიაში საეკლესიო სასამართლო. ჩვენ მასთან ერთ-ერთი ბოლო საუბარი ჰქონდა, რომ მირონცხებული მეფობა უნდა აღდგეს საქართველოში და საჭიროა საფუძვლები მოამზადოს.